გამარჯობა ყველას. აა მოგესალმებით. თუ რაიმე ხარვეზი იქნება ხმასთან დაკავშირებით, ხო, რო შევამოწმოთ, კარგად გესმით თუ არა ჩემი ხმა პირველ რიგში, სანამ უშუალოდ დავიწყებთ. ანუ კარგად ისმის. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა ყველას მოგზაურობისთვის და შემოსვლისთვის და შემოერთებისთვის. როგორც ვიცით, Intelcom ჯგუფმა უკვე რამდენიმე ხანია დაიწყო ვებინარების სერია და ჩვენ უკვე ჩავატარეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ვებინარი და ამ ყველაფრის ნახვა თქვენ შეგიძლიათ YouTube გვერდზე, ჩვენს YouTube გვერდზე და საკმაოდ საინტერესო საკითხები და დეტალები გვაქვს განხილული. დღევანდელი ჩვენი ვებინარის თემა იქნება მაღალი საიმედოობის ქსელის მოწყობა თანამედროვე სტანდარტებით. და რაც თავარია, რაღაც ეს პატარა ტრადიციასავით გვაქვს უკვე, რომ ვებინარის ბოლოს იქნება გათამაშება. გათამაშების წესებს შეგახსენებთ, როდესაც მაგ ეტაპამდე მივალთ. უბრალოდ ახლა ერთი-ორი სიტყვითაც გეტყვით ჩემს შესახებ და შეგვიძლია უკვე დავიწყოთ ჩვენი ვებინარი. მე ვარ გურამ აჭარაძე, ქსელის ინჟინერი. უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება დამიგროვდა ამ კონკრეტულ სფეროში და ჩემთვის ასიამოვნოა ამ გამოცდილების გაზიარება თქვენთვის, რა თქმა უნდა. მოდი დავიწყოთ უშუალოდ, გადავიდეთ უშუალოდ ჩვენს ვებინარზე. და დავიწყოთ და განვიხილოთ ყველაზე მარტივი ტოპოლოგია, რაც შეიძლება რომ იყოს ქსელში. ვთქვით. თუ ნახაზს დავაკვირდებით, ამ ნახაზზე არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ტოპოლოგია, მოცემული ქსელში. გვაქვს, როგორც ხედავთ, ორი სერვის პროვაიდერი, გვაქვს როუტერი, გვაქვს რაღაც layer 3 დონის მოწყობილობა, switch-ი, აი ამ შემთხვევაში აი ამ მოწყობილობაზე არის საუბარი და ამ layer 3 დონის მოწყობილობაზე არის დაერთებული რაღაცა კონკრეტული switch-ები და ამ switch-ებზე უკვე საბოლოო მომხმარებლები არიან დაერთებული. თითქოს აი ამ ნახაზის მიხედვით ყველაფერი წესრიგშია და არაფრის პრობლემა არ აქვს, თუმცა ამ კონკრეტულ სისტემას გააჩნია რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა და ხარვეზი. პირველი და მნიშვნელოვანი რაც არის ის, რომ თუ მაგალითისთვის რომელიმე მოწყობილობა გამოვა ქსელიდან გამოვა, თქვენი ქსელის დიდი ნაწილი გაითიშება და მოწდება სისტემას. ხო, რაც თავარია, რაც უნდა მეთქვა და გამორჩევა მეთქვა, მთელი იმის განმავლობაში, ვებინარის განმავლობაში აქტიური იქნება ჩათი და რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ მოგწეროთ კითხვები, რა კითხვა გაქვთ ამასთან დაკავშირებით, რაიმე და რა თქმა უნდა, მე უკვე ვებინარის ბოლოს ვისაუბროთ და გავარჩიოთ ეგ თქვენი დასმული კითხვები. ხო, რომ მივუბრუნდეთ ჩვენს თემას. ამ ქსელს რა თქმა უნდა რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს. პირველი მნიშვნელოვანი პრობლემა და რაც თვალში ისაცემია არის ის, რომ თუ მაგალითისთვის ჩვენი როუტერი გაითიშა, ამ შემთხვევაში მთლიანი ქსელი მოწყდება გარესამყაროს და ინტერნეტს. თუ მაგალითად ჩვენი layer 3 switch-ი გაითიშა, ამ შემთხვევაშიც ზუსტად იგივე პრობლემის წინაშე დავდგებით და ჩვენი ქსელი გაითიშება სრულად. ასევე სტრუქტურის მიხედვით თუ რომელიმე access switch-ი გაითიშა, მაგალითისთვის აი ეს switch-ი, ან ეს კონკრეტული switch-ი, ამ შემთხვევაშიც ქსელის რაღაც ძალიან დიდი ნაწილი მოწყდება ქსელს და რა თქმა უნდა დაკარგავს ცუდომას გარესამყაროსთან. ამიტომ, როდესაც ჩვენ ქსელის დაგეგმას ვიწყებთ, აუცილებელია მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რამდენიმე ძიდეული პრინციპი და საკითხი. მოდი დავიწყოთ ამ საკითხების განხილვა. პირველი არის საიმედოობა. რა იგულისხმება საიმედოობის ქვეშ? საიმედოობის ქვეშ იგულისხმება ის, რომ ჩემი ქსელი უნდა დარჩეს წყობაში და უნდა გაითიშოს სრულად, თუ რომელიმე მოწყობილობა გაითიშება, და ამან არ უნდა გამოიწვიოს მთლიანი ქსელის გათიშვა ან დიდი სეგმენტის გათიშვა.
დაცულობა, რა თქმა უნდა, უთოფრთხოებაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წესია და პირობაა ჩვენი ქსელის და ხშირ შემთხვევაში, რაც ჩემი პრაქტიკიდან არის ხოლმე და ჩემი პრაქტიკიდან ვუყურებ, ხშირ შემთხვევაში ყველა იცავს ხოლმე, რომ ინტერნეტიდან შემომავალ საფრთხეზე აკეთებენ ხოლმე აქცენტს, თუმცა შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ყველაზე მოწყვლადი ამ შემთხვევაში შიდა ქსელიდან გავრცელებული საფრთხე არის, ხო? რაც შეიძლება რაღაცა კონკრეტული მიზეზებიდან გამომდინარე შეიძლება მოხდეს. წარმადობა, რა თქმა უნდა, როდესაც ქსელის დაგეგმვას ვიწყებ, მნიშვნელოვანია, რომ სწორად და შევარჩიო მოწყობილობები და რის მიხედვით უნდა შევარჩიო ეს მოწყობილობები, რაც თავი. მე უნდა ვიცოდე რა ტრაფიკი მოძრაობს ჩემს ქსელში და შესაბამისად ამის მიხედვით დავაგენერირო და ავარჩიო ის მოწყობილობები, რომლებიც ვჭირდება. აუცილებელი და გასათვალისწინებელი არის ისიც, რომ შეიძლება ჩემი ქსელი იყოს მზარდი და გაიზარდოს რაღაც კონკრეტული დროის მონაკვეთში და შესაბამისად უნდა ვიცოდე, რომ რა მასშტაბებთან მექნება საქმე სამომავლოდ, რომ მე არ დამჭირდეს ამ ჩემი მოწყობილობების შეცვლა, ან ახლის ჩანაცვლება. ან არ შემექმნას ეგრეთ წოდებული ისეთი პრობლემა, რასაც bottlenecks ეძახიან ხოლმე და ეს გულისხმობს რას, რომ რაღაც დიდი ტრაფიკი გროვდება და მოწყობილობას არ აქვს იმის საშუალება, რომ დააგენეროს და გაატაროს ტრაფიკი. ხელმისაწვდომობას რაც შეეხება. ხელმისაწვდომობაში იგულისხმება ის, რომ ყველა კომპანიას აქვს როგორც რაღაც შიდა რესურსი, ხო, რომელთანაც აუცილებლად უნდა იყოს წვდომა. შეიძლება ის LAN ქსელში იყოს ეს განთავსებული ეს რესურსი, ან შეიძლება ეს რაღაც კონკრეტული სერვერი, მაგალითად, ხო, ვებ სერვერი, რომელიც შეიძლება გარეთ იყოს გადმული და ამასთან წვდომა უნდა იყოს როგორც შიდა, ასევე გარეკსელიდან და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ ეს სერვისი არ გამიჩერდეს, რომ არ გამოიწვიოს რაღაცა კონკრეტული წვეტა ქსელში. გაფართოებად რა თქმა უნდა, ქსელი ინფრასტრუქტურა უნდა დავგეგმო ისე, რომ ჩემი ქსელი იყოს მარტივად გაფართოებადი და შემეძლოს მარტივად გაზრდა ან ახალი მოწყობილობების დამატება, ახალი სეგმენტების დამატება, ან თუნდაც მოწყობილობების ამოცვლა. და მართვადობა, რაც იგულისხმება მართვადობაში, ამაზეც ორი სიტყვით ვიტყვით. მართვადობა არის ის, რომ მენეჯმენტი უნდა იყოს პირველ რიგში ქსელის მარტივი და თუ რაიმე პრობლემა დაფიქსირდა ქსელში, რა თქმა უნდა, მისი აღმოფხვრა უნდა მოხდეს ძალიან მარტივად და სწრაფად. გარდა მაგისა, ეს ყველა პირობა რომ გავითვალისწინოთ, მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ ჩვენ ქსელში რა გვაქვს კრიტიკული სეგმენტი და ნაკლებად კრიტიკული სეგმენტი. მარტივად გეტყვით ამის შესახებაც, რა იგულისხმება კრიტიკულ სეგმენტში და ნაკლებად კრიტიკულ სეგმენტში. კრიტიკული სეგმენტი არის ის სეგმენტი, რისი დათიშვის შედეგადაც შეიძლება მთლიანი ქსელი გამოვიდეს წყობრიდან და გაითიშოს. მაგალითად, ესეთი მოწყობილობები არის firewall-ები, routers-ები, layer 3 დონის სვიჩები, ხო? ანუ ეს ის core მოწყობილობებია და ეს ჩემი ქსელის ხერხემალია, რომლის გათიშვამაც შეიძლება გამოიწვიოს მთლიანი ქსელის გათიშვა. და ასევე გვაქვს ქსელში, რა თქმა უნდა, ნაკლებად კრიტიკული მოწყობილობები. ნაკლებად კრიტიკული მოწყობილობები არიან ეგრეთ წოდებული access switch-ებს, რასაც ვეძახით ამაზე უფრო დეტალურად გესაუბრებით, უბრალოდ რომ ვიცოდეთ, access switch-ები არიან ისეთი დონის switch-ები და ისეთი მოწყობილობები, სადაც მიერთებულები არიან საბოლოო მომხმარებლები. საბოლოო მომხმარებლების დეფინიციასაც ორი სიტყვით გეტყვით, ეს არის მომხმარებელი, ეს არის ის მოწყობილობა, რომელიც რომელთანაც უშუალოდ მომხმარებელს აქვს კავშირი, მაგალითად კომპიუტერი, პრინტერი და ასე შემდეგ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ისიც, რომ თუ ერთი access switch-ი გამეთიშება, ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში არა, პრობლემა არის რეალურად და საბოლოო ჯამში, თუმცა ის რომ access switch-ის გათიშვით მე მთლიანი ქსელი გამეთიშოს, ან ქსელის დიდი სეგმენტი გამეთიშოს, ეგრე არ ხდება. თუ access switch-ი გაითიშება, ან რაღაცა პრობლემა მოხდება ქსელში, ამ შემთხვევაში მხოლოდ ის სეგმენტი მოწყდება ქსელს, რომელიც ამ კონკრეტულ access switch-ზე იყო დაერთებული. რადგან ჩვენ თქვით, რომ ქსელში გვაქვს რაღაც კონკრეტული კრიტიკული მოწყობილობები, შესაბამისად უნდა მოვახდინოთ ამ მოწყობილობების რეზერვაცია. რა იგულისხმება რეზერვაციაში? რეზერვაცია ან დუბლირება, როგორც მინდა ისე დავარქვათ.
რეზერვაციაში იგულისხმება ის, რომ თუ მაგალითად ვთვლით, რომ firewall-ი თუ ვამბობთ, რომ firewall და routeri layer 3 დონის switch-ი არის კრიტიკული მოწყობილობები, იცინი მინიმუმ 2 ცალი უნდა გვეყენოს ქსელში და თუ ერთ-ერთი მათგანი გაითიშა, მეორემ უნდა შეითავსოს მისი ფუნქციები. და რა თქმა უნდა, გადართვაზეაც უნდა ვისაუბროთ, თქვათ, რომ გადართვის მომენტი უნდა იყოს აუცილებლად ავტომატური. ანუ რაღაც ჩემი ქსელის ინჟინის ჩართულობა არ უნდა ხდებოდეს და არ უნდა საჭიროების. ანუ თუ მაგალითად ორი firewall მაქვს, ერთი თუ გაითიშება, მეორემ რამდენიმე წამში, ან რამდენიმე მილიწამში უნდა შეითავსოს პირველის ფუნქციონალი და შესაბამისად თვითონ end მომხმარებელი, ან საბოლოო მომხმარებლები აი ამ გადართვის მომენტს ვერ უნდა მიხვდნენ, ან მინიმალურ დრომდე უნდა დავიდეს. ეს ფაქტორები რომ გავითვალისწინოთ და გაითვალისწინეს ესე ვთქვათ, ზოგადად შემუშავდა ქსელის იერარქიული სტრუქტურა. რას გულისხმობს ახლა ეს ქსელის იერარქიული სტრუქტურა, მოდი ესეც ვთქვათ. ქსელის იერარქიულ სტრუქტურაში გვაქვს 3 დონე, აი როგორც სლაიდზე ხედავთ, გვაქვს access-ი, distribution და core დონე და ყველა მათგანს აუცილებლად გააჩნია თავისი ფუნქციონალი და თავისი გამოყოფილი მოვალეობა. ამ მოვალეობებზე და ფუნქციონირებაზე, რა თქმა უნდა, უფრო დეტალურად ვისაუბრებთ და სიღრმისეულად რა იმისიც გვაძლევს ჩვენი ფორმატი სიღრმისეულად იმ დონეზე განვიხილავთ, თუმცა რა თქმა უნდა, კითხვების დროს შეგვიძლია უფრო რაღაც სიღრმეებში ჩავიდეთ, რა თქმა უნდა. კარგი, დავიწყოთ, მოდი შემდეგი მთავარი თემა რაც არის, ხო? გარდა იმისა, რომ კი ბატონო, გამოვყავი რაღაც 3 დონე, access, distribution და core დონე, თუმცა შემდეგი ეტაპი არის ის, რომ უნდა მოვახდინო ამ მოწყობილობების ურთიერთდაკავშირება. ანუ უნდა გავაკეთო დაკაბელება. დაკაბელების გაკეთება კი უკვე ხდება შემდეგნაირად, რომ access დონის switch-ები უკავშირდებიან distribution დონის switch-ებს, ხოლო distribution-ის დონის switch-ები დაერთებულები არიან უკვე core დონის მოწყობილობებთან. თუ დააკვირდებით აი აქ ნახაზზე, თითოეული მოწყობილობა, ყველა მოწყობილობა აბსოლუტურად უკავშირდება ყველა მოწყობილობას, ხო? და ესეც ზუსტად იმითიდან გამომდინარე არის, რომ გამოვრიცხოთ და მინიმალურამდე დავიყვანოთ რაღაც ქსელში ჩავარდნის კონკრეტული რისკები. ასევე უნდა მივაქციოთ ყურადღებას იმას, რომ მაგალითად access switch-ები distribution switch-ებზე არიან დაკავშირებული ორ-ორი კაბელით და distribution switch-ები core მოწყობილობასთანაც დაკავშირებული არიან ორ-ორი შეერთებით, ხო? ანუ აი აქ ხედავთ, ნახაზზე რო ვიმჭელოთ, ერთი შეერთება და მეორე შეერთება, აქაც ანალოგიურად ერთი შეერთება, ერთი ხაზი კაბელი და ერთი მეორე კაბელი. ასევე აქეთ ამ ხაზით. რაც შეეხება კაბელებს, რა ტიპის კაბელები შეიძლება გამოვიყენოთ აი ამ კონკრეტულ სიტუაციაში? access დონეზე ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეგრეთ წოდებული Ethernet კაბელები, ანუ ჩვეულებრივი ხვეული წყვილი და შესაბამისად უკვე ამ კაბელის თით დავხსნათ ჩვენი ქსელი. ხოლო რაც შეეხება distribution დონეს და core დონეს შორის, აქ უკვე გვჭირდება მაღალგამტარუნარიანობა და მაღალი ტრაფიკის გამტარობა გვჭირდება. მაღალგამტარუნარიანობა გვჭირდება. შესაძლებელია, რა თქმა უნდა, გამოვიყენოთ როგორც შეგვიძლია გამოვიყენოთ ოპტიკური კაბელები, ხო? და გარდა გამტარუნარიანობისა, ხო, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ოპტიკური კაბელები არიან ზოგადად დიელექტრიკული ტიპის კაბელები და ეს იმას გულისხმობს, რომ თუ ჩვენ რაღაც გარე პირობები გვაქვს ისეთი, რომელმაც შეიძლება კაბელზე მოახდინოს გავლენა, ხო, მაგალითად რაღაც დენის კაბელი ან რაღაც მსგავსი გადის ჩვენ სასერვეროში, ხო? ან UPS კაბელი არის ახლოს ან რაღაც მსგავსი, ხო? აი ამ გარემო პირობებს ზე, ესე რომ ვთქვათ, გარემო პირობები ზემოქმედებას არ ახდენენ ოპტიკურ კაბელზე, რაც სამწუხაროდ არ ხდება, როდესაც ჩვენ მოქვს RJ45 ტიპის კაბელები, ანუ ხვეული წყვილი, რასაც ვამბობთ. კი ბატონო, გარდა ამისა, მნიშვნელოვანი საკითხი არა. ქსელში ჩვენ შეიძლება გქონდეს ისეთი მოწყობილობები, როგორიც არის NVR-ის სერვერი, სატელეფონო სადგური, ან სხვა მსგავსი ტიპის მოწყობილობები, რომლებზეც ჩამოკიდებული არის რაღაცა კონკრეტული სერვისები. ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოხდეს და სად უნდა მოხდეს მათი დაერთება ქსელში?
ამ კონკრეტული პირობისთვის ჩვენ შეგვიძლია თუ მოწყობილობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დააქვს ორი ეგრეთ წოდებული uplink პორტი, ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ერთ distribution switch-ზე დავაერთოთ ერთი პორტი, ხოლო მეორე distribution switch-ზე დავაერთოთ მეორე პორტი. რა თქმა უნდა, აქ უკვე პრობლემა აღარ იქნება გადართვის კუთხით, ხო? ან თუ ერთი გაითიშება, მეორეზე ჩვეულებრივად ჩვენი სერვერი იმუშავებს. თუმცა ხშირ შემთხვევაში და რაღაც გარკვეულ მომენტებში, მაგალითად NVR-ებს და სატელეფონო სადგურებს და ძალიან იშვიათ შემთხვევაში თუ SOHO სერვერებს ვამყენებთ, ხო? არა აქვთ ხოლმე ან ორი uplink. ამ შემთხვევაში სიტუაცია გვექნება შემდეგი, რომ ჩვენი სერვერი ან NVR ან სატელეფონო სადგური ერთდება ერთ distribution დონის switch-ზე. თუ ეს გაითიშა, მეორე distribution switch-ზე უკვე გამზადებული გვაქვს პორტი, ზუსტად ანალოგიური კონფიგურაციით და ვაკეთებთ შემდეგ რაღაცას, რომ ამ სერვერს უკვე ფიზიკურად მივდივართ და გადმოერთებას ვაკეთებთ, ხო? და ესეც ზუსტად იმიტომ იქიდან გამომდინარე, რომ რაღაც შეიძლება არ გქონდეს დამატებითი საშუალება იმის, რომ ესე რომ ვთქვათ, ორივე switch-ზე დავაერთოთ ერთდროულად გადა. ასევე მნიშვნელოვანია და რა არის შესაძლებელი. სერვერებისთვის და მსგავსი კონკრეტული მოწყობილობებისთვის ჩვენ შეგვიძლია რა თქმა უნდა გამოვყოთ ცალკე სეგმენტი, აი აგენ მწვანეთ შეფერი ცალკე სეგმენტს ხედავთ, ხო? ეს რა თქმა უნდა უფრო მზრდის უსაფრთხოებას, ჩვენი ქსელის და ჩვენი შიდა სერვისების უსაფრთხოებას და რა თქმა უნდა ესე აქ უკვე რას უნდა მივაქციოთ და რა დროს უნდა გამოვიყენოთ, ხო? უნდა კომპანიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შეიძლება დაგვჭირდეს ისეც, რომ უსაფრთხოების დონე გავზარდოთ, რაც შეიძლება. მაღლა და ავწიოთ უფრო, ესე ვთქვათ, ზედა დონეზე და ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ უკვე ცალკე სეგმენტი და ცალკე internal firewall-ებს ვეძახით ამ firewall-ებს, რომლებზეაც შიდა სერვისები არიან მიერთებული და ამისთვის გამოვყოთ რაღაც კონკრეტული სეგმენტი. მოდი ახლა უშუალოდ გადავიდეთ და უფრო სიღრმისეულად განვიხილოთ access layer-ის და ზოგადად თითოეული დონის ფუნქციონალი. დავიწყოთ access layer. ეს არის ესე რომ ვთქვათ პირველი დონე, სადაც ხდება როგორც წინაზე და ზევით აღვნიშნეთ, საბოლოო მოწყობილობების დაერთება. საბოლოო მოწყობილობების დეფინიციაც უკვე გასაგები არის, ხო? ჩვენთვის რო ეს არის კომპიუტერი, ტელეფონი, პრინტერი და ასე შემდეგ. და შესაბამისად ეს დონე უზრუნველყოფს იმას, რომ მოვახდინოთ ამ ჩვენი მოწყობილობების სეგმენტაცია, ანუ პილანებად გამოყოფა. ასევე მნიშვნელოვანია რა, რომ ეს დონე არის ესე ვთქვათ, ყველაზე დაბალი დონე, ესე რომ ვთქვათ, და ამ დონეზე უნდა უზრუნველყოთ ერთ-ერთი პირველი უსაფრთხოების პარამეტრი და ეს არის port security-ს გამოყენება. port security-ს საშუალებით port security-ს გამოყენებით რისი საშუალება გვაქვს? port security-ს საშუალებით ჩვენ შეგვიძლია უზრუნველყოთ ის, რომ ჩვენ ქსელში არ მოხდეს ჩვენთვის არასასურველი მოწყობილობები და რაღაც კონკრეტულ მაკებზე ან რაღაც კონკრეტულ მოწყობილობებზე დავადოთ შეზღუდვები და მოვახდინოთ ამათი იდენტიფიკაცია. და რა თქმა უნდა დაშვება ან არ დაშვება. ასევე სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი არის, რომ ეს მოწყობილობები იყოს PoE access დონის მოწყობილობები იყვნენ PoE ტიპის მოწყობილობები და რატო? იმიტომ რომ ამ დონეზე, როგორც ვთქვით, ერთდება მაგალითად პრინტერი, ერთდება ტელეფონიც, ერთდება Wi-Fi-ის access point-იც, ხო? ეს მოწყობილობები, რა თქმა უნდა, იყენებენ PoE მხარდაჭერას და შესაბამისად სასურველია, რომ ეს switch-ები იყვნენ PoE switch-ები და რა თქმა უნდა, ამით თავიდან ავიცლებთ რაღაც კონკრეტული თავიდან ავიცლებთ იმას, რომ კვებისთვის ცალკე რაღაც ინფრასტრუქტურა მოვადგოთ, ან ასე რამე მსგავს.
ყველაზე უფრო სიღრმისეულად არ ჩავალ და არ ვისაუბრებ, თუმცა ვინც დაინტერესებული ხართ ზოგადად პოეტექნოლოგიით და როგორ მუშაობს და როგორ უნდა გავაკეთოთ რაღაც კონკრეტული სვიჩის შერჩევა სხვადასხვა მოწყობილობისთვის. ჩვენ საიტზე გვიდევს ვებინარი, ზუსტად აი ამის წინამორბედი ვებინარია, რომელზეც საკმაოდ სიღრმისეულად და საინტერესოდ ვსაუბრობთ პოეტექნოლოგიაზე და როგორ უნდა შემოხდეს თვითონ მოწყობილობის შერჩევა პოე სტანდარტების საშუალებით და მიხედვით. შემდეგი დონე არის ეს distribution დონე. distribution დონის მთავარი ფუნქცია არის, რომ ჩვენ access დონეზე დაერთებული კონკრეტული XML სეგმენტები, ანუ VLAN-ები ერთმანეთთან დააკავშირონ და მოახდინო ეგრეთ წოდებული inter-VLAN routing-ი, ანუ VLAN-ებს და სეგმენტებს შორის კომუნიკაცია. ასევე აქ შეგვიძლია ჩვენ და ვიყენებთ უკვე access list-ებს, რის საშუალებითაც ჩვენ ვაკეთებთ იმას, რომ შეგვიძლია ერთი კონკრეტული ქსელიდან მეორე კონკრეტულ ქსელზე წნომა დავბლოკოთ, ან რაღაც კონკრეტული პორტები დავბლოკოთ, ხო, ერთი ქსელიდან მეორეზე და რა თქმა უნდა, შეგვიძლია ასევე გავაკეთოთ quality of services identification, ანუ რაღაც მაგალითისთვის რო ვთქვათ, რაღაცა კონკრეტულ ქსელს, ან რაღაც კონკრეტულ VLAN-ს შევუზღუდოთ რაღაც ტრაფიკი, ან ისეთ გამოყოფილი ტრაფიკი, რომელზე რა ტრაფიკზე მეცაც ვერ გამოიყენებს ქსელში, ან რამე მსგავსი манипуляცია მოახდინო. ეს დონე არის ზუსტად პასუხისმგებელი ამას. ასევე მნიშვნელოვანი არა, რომ ეს დონე, ან distribution დონის სვიჩები იქნებიან ეგრეთ წოდებული gateway-ები ჩვენი ქსელისთვის და შესაბამისად ჩვენი VLAN-ებისთვის და ქსელისთვის. შესაბამისად აქ უკვე გვჭირდება გარკვეული ტიპის პროტოკოლები, რომლებიც უნდა მუშაობდნენ ქსელში. დავიწყოთ პირველ რიგში LACP-ით. რა არის ეს LACP მარტივად ვთქვით? ეს არის link aggregation control protocol და მისი მთავარი ფუნქცია არის, რომ და ეს საშუალებას გვაძლევს იმისას, რომ ასევე Cisco-ს აქვს მაგალითად HSRP, თუმცა რადგან ახლა არ ვსაუბრობთ რაღაც კონკრეტულ ერთ ბრენდზე, ხო, და ვსაუბრობთ საერთაშორისო, LACP არის საერთაშორისო ყველა ბრენდისთვის შესაძლებელი გამოვიყენოთ. ხო, ამ შემთხვევაში ეს რის საშუალებას გვაძლევს? ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე ლინკი ავაერთიანოთ და წარმოვადგინოთ როგორც ერთი ლინკი. ეს ზრდის როგორც გამტარუნარიანობას, ასევე უზრუნველყოფს იმას, რომ ლინკის დაზღვევა მოხდეს და თუ ერთი ლინკი გაიჩინა მეორე ჩვეულებრივ რაღაცას მუშაობა, ამის საშუალებას გვაძლევს, რა თქმა უნდა. შემდეგი ტექნოლოგია და სტანდარტი, რაც შეგვიძლია გამოვიყენოთ, ეს არის სვიჩების სტეკირება. რა არის ეს სტეკირება და რო ვთქვათ, მოკლედ ეს ყველა. სტეკის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია ორი სვიჩი, ორი layer სამი დონის სვიჩი, ან რაღაც ორი კონკრეტული მოწყობილობა გადავაერთოთ ერთმანეთზე სპეციალური სტეკირების კაბელით და ეს ორი სვიჩი წარმოდგენილი იქნება როგორც ერთი სვიჩი. რისთვის არის ეგ? ჯერ პირველ რიგში ის, რომ წარმადობა იზრდება სვიჩის, მეორე ის, რომ ქსელში ვზღუდავთ spanning tree-ის გამოყენებას, ანუ პროტოკოლ spanning tree-ს აღარ ვიყენებთ და შესაბამისად უკვე ბევრად უფრო უსაფრთხოდ ხდება ეს ყველა. იმიტომ რომ ლუპის ალბათობა ესეთი ტიპის ქსელში ნაკლებია და ლუპის გამო რაღაცა კონკრეტული პრობლემა შეგვექმნას, რა თქმა უნდა, ნაკლები ალბათობა არსებობს ამის. ხო, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ მაგალითად distribution დონეზე სტეკის საშუალება არ მაქვს, ვერ ავაწყობ ასეთი ტიპის ქსელს. ამ შემთხვევაში უკვე არსებობს STP ან OSTP პროტოკოლი, რომლის გამოყენებაც აუცილებლად მოგვიწევს და შესაბამისად ხდება ესეთი რაღაცა. ერთი სვიჩი ამ შემთხვევაში მარტივად ვახსნათ STP-ს და RSTP-ს მუშაობა, ეს არის layer 2 დონის ლუპებისგან თავდაცვის საშუალება და მისი მთავარი ფუნქციონალი არის ის, რომ და ზუსტად არის ეს, რომ არ მოხდეს layer 2 დონის ლუპი ჩვენს ქსელში. მუშაობის პრინციპი არის შემდეგნაირი. მუშაობის პრინციპი იქნება ესეთი, რომ ერთი სვიჩი აუცილებლად იქნება რუთი, ხოლო მეორე სვიჩი აუცილებლად იქნება secondary რუთი და ეს გულისხმობს იმას, რომ მთელი layer 2 დონის ტრაფიკი ქსელში ივლის root სვიჩის საშუალებით, ხოლო თუ ეს root სვიჩი გაიჩიშა, რა თქმა უნდა, მერე spanning tree ტოპოლოგიის გადაწყობა მოხდება და მეორე
ხარეს უკვე root secondary გახდება უკვე root-ი და ის მიიღებს და გაატარებს მთლიან graphics. რა თქმა უნდა, ეხლა სίγრილისეულად აღარ ჩავალ ამ ყველაფერში, რომ დრო არ გვაქვს იმის, რომ გავარჩიოთ რაღაც ეს კონკრეტული პროტოკოლი, როგორ მუშაობს, როგორ აკეთებს რაღაც კონკრეტულ დალაგებას. თუმცა, რა ვიცი, თუ თქვენი სურვილი იქნება, მე შეგვიძლია უკვე რომ რაღაც ესეთი ვებინარებიც შევატაროთ, სადაც აი მსგავს დეტალებს განვიხილავთ და გავაჩვენოთ. გადავიდეთ უკვე ჩვენ layer 3 დონის პროტოკოლებზე, ხო? აქ უკვე ვხვდებით ჩვენ hierarchies, როგორც თქვით, distribution დონის switch-ები იქნებიან layer 3 დონის, ან gateway-ები იქნებიან ჩვენი Excel-ისთვის და როგორ უნდა იმუშაოს ახლა ორი gateway Excel-ში ერთდროულად ვერ გვექნება, ხო? ეს რა მარტივი ლოგიკა. ამიტომ ვიყენებთ ეგრეთ წოდებულ virtual router redundancy protocols VRRs და მის მუშაობის პრინციპი არის შემდეგი. მის მუშაობის პრინციპი არის შეიქმნება virtual router-ი თუ ვთქვათ, ხო? და ორი distribution switch-დან ერთი იქნება აუცილებლად აქტიური, მეორე აუცილებლად იქნება backup-ში მყოფი და შესაბამისად ეს აქტიური routeri, virtual routeri მიებმება იმ routers, რომელიც იქნება აქტიური. შესაბამისად სრულად მიიღებს ის layer 3 დონის პაკეტებს და მოახდენს გადამისამართებას სწორი მიმართულებით. რა თქმა უნდა, არ მოთხოვნებზე ამ მსგავს მოთხოვნებზე პასუხს გასცემთ ჩვენი ვირტუალური routeri და არა თვითონ ფიზიკური routeri. თუ აქტიური routeri გაითიშება, ვირტუალური routeri გადაჭდება, გადახტება ესე ვთქვათ რა, backup-ში მყოფ routers-ზე და ის გააგრძელებს მის ფუნქციონირებას. ის მიიღებს უკვე layer 3 დონის ტრიპ. რაც შეეხება Excel-ში არსებულ DHCP servers. თუ ჩვენ გვჭირდება DHCP server-ი, ის შეგვიძლია გავავწიოთ ჩვენს distribution დონის switch-ებზე, ან იმ შემთხვევაში თუ ცალკე გვაქვს DHCP server-ი, ცალკე მოწყობილობა გვაქვს, რომელზეც DHCP server-ია აწყობილი, ამ შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ DHCP relay. რაც შეეხება უკვე cordon-ს, რომელიც არის ჩვენი Excel-ის ხერხემალი, მისი მთავარი ფუნქციონალი არის, რომ ზონა კავშირი გააკეთოს. რა იგულისხმება ამაში, მოდი რომ ვთქვათ, მარტივად რომ წარმოვიდგინოთ და მარტივად ვთქვათ. ჩვენი LAN-ქსელი, ჩვენი შიდა ქსელი არის ერთი ზონა, ხოლო WAN-ქსელი არის უკვე მეორე ზონა და შესაბამისად ეს ჩვენი cordon-ი უზრუნველყოფს ამათ შორის კავშირს. შესაბამისად აქ ხდება უკვე უშუალოდ firewall-ის ფილტრაციების ჩართვა, კონკრეტული გარედან ან შიგნიდან კონკრეტული დაშვებების ან აკრძალებების მიღება და დაშვება. ასევე ხდება VPN-ების კავშირი, VPN-ებიდან რომელი Excel-ები უნდა მოვიდეს, ანუ გარე მხრიდან ან შიდა მხრიდან რა ფილტრაციებიც უნდა მოხდეს, ყველაფერი ესე ვთქვათ კონტროლი ხდება ზუსტად აქედან. რა თქმა უნდა, ამ დონის მთავარი მოვალეობა არის ის, რომ და მთავარი ფუნქციონალი არის ის, რომ კონდეს მაღალგამტარუნარიანი მოწყობილობები იყვნენ აქ, იმიტომ რომ როგორც ვთქვით, ჩემი მთელი შიდა ქსელის ტრაფიკი საბოლოო ჯამში თავსიკლის აი ამ დონეზე და შესაბამისად ამათ უწევთ ამ ყველაფრის გადამუშავება და დამუშავება. რაც შეეხება უნდა იყოს აუცილებლად სტრუქტურა ისე აწყობილი, რომ სწრაფად უნდა მოხდეს რაღაც კონკრეტულ LAN ქსელში თუ რაღაცა კონკრეტული სრულება მოხდა distribution დონის switch გაითიშა ან კაბელი რამე ლინკი ჩაწყდა, ამ დონემ უნდა უზრუნველყოს ის, რომ სწრაფად გადართოს ერთი ქსელიდან ამ ცვლილებებზე სწრაფი რეაგირება გააკეთოს და ტოპოლოგია გადააწყოს ზუსტად ისე როგორც საჭირო. რაც შეეხება უკვე კომუნიკაციას უშუალოდ distribution და core დონეებს შორის, აქ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ OSPF-ი ან რომელიმე სხვა დინამიური მარშრუტიზაციის პროტოკოლი, ან შეგვიძლია გამოვიყენოთ თუ პატარა ქსელია და მცირე მასშტაბებში გვაქვს საუბარი, static routing. ორივეს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს და მარტივად გეტყვით ამასაც რა დადებითი აქვს static route. Static route-ის მთავარი დადებითი მხარე არის ის, რომ დიდად არ ტვირთოს, ანუ მოწყობილობისგან დიდ რესურსს არ მოითხოვს, არ აკეთებს რაღაც ალგორითმის კალკულაციას ან საუკეთესო გზის გამოთვლას, თუმცა რა თქმა უნდა, როდესაც static routes წერთ, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მნიშვნელოვანია რომ არ გამოგრჩეს რომელიმე კონკრეტული route-ის გაწერა, ან
ნოტი არ დავწეროთ რაიმე ზუსტად, რომ შემდეგ რა თქმა უნდა სავალურო შედეგი არ მოიგო. რაც შეეხება OSPF-ს, როგორც თქვენ ეს დინამიური მარშრუტიზაციის პროტოკოლი არის და ან რავი RIP მაგალითად AGI ან რამე მსგავსი და ესენი გულისხმობს იმას, რომ ყველა როუტ ბროუკერი და ყველა მოწყობილობა ერთმანეთს თვითონ ასწავლიან იმ ჩვენთვის სასურველ ქსელებს და სად რაღაც დამატებითი ჩარევა ჩვენ ამით აქ უკვე აღარ გვიწევს. რაც შეეხება უკვე სერვის პროვაიდერების დაერთებას, რომ თქვათ და რომ გავიაროთ ესეც, ხო, აუცილებელია და მნიშვნელოვანია ის, რომ გქონდეს ორი სერვის პროვაიდერი, ხო, რა თქმა უნდა, ერთის ჩავარდნის შემთხვევაში მეორემ შეიძლება გააგრძელოს მუშაობა, ან failover-ის ფუნქციონალი გქონდეს, ან შეიძლება გავაკეთოთ ისე, რომ რაღაც კონკრეტული სერვისები გავუშვათ ერთი სერვის პროვაიდერის საშუალებით, ხოლო რაღაც კონკრეტული სერვისები გავუშვათ მეორე სერვის პროვაიდერის საშუალებით და ასევე დავნერგოთ ისიც, რომ გქონდეს failover-ის მხარდაჭერა. ესეც რა თქმა უნდა ზოგადად არის, რომ ქსელის სტრუქტურიდან და ორგანიზაციის მოთხოვნებიდან გამომდინარეობს ხოლმე ეს კონკრეტული კონფიგურაციები, როგორ კეთდება, რას ვაკეთებ და რა ფუნქცია თითოეულ მათგანს. თუმცა, რა თქმა უნდა, საშუალება არის ამის. საბოლოო ჯამში, რომ შევაჯამოთ, ესე რომ ვთქვათ, ჩვენი იერარქიული სტრუქტურა, ანუ access distribution დონე და core დონე, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მივიღოთ მაღალი საიმედოობის ქსელი, დავაზღვიოთ რაღაც კონკრეტული მოწყობილობები და თავი ავარიდოთ ქსელში რაღაცა მასშტაბურ გათიშვას ან რაღაცა მსგავს პრობლემას. რა თქმა უნდა, ეს რაც ახლა მე გითხარით რაზეც ვისაუბრეთ ზოგადად, ხო? კიდევ ერთხელ განმეორდებით და ეს არის რა თქმა უნდა შაბლონია რაღაცის, ხო? იმიტომ რომ ზოგადად, როდესაც ქსელის დაგეგმვა ხდება, შეიძლება ეს სტანდარტი გამოიყენო, მაგრამ ეს თვითონ ტოპოლოგია მოარგო რაღაცა კონკრეტულ სისტემას, ხო? ან რაღაცა კონკრეტულ ორგანიზაციას. და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რაც არის კიდე, ხო? რა თქმა უნდა, უწყვეტი კვების წყაროზეც უნდა ვისაუბროთ, ხო? რა თქმა უნდა, თუ კვება არ ქონდა ჩვენს მოწყობილობებს, რა თქმა უნდა, ეს არაფერი არ იმუშავებს, ხო? ამიტომ შეგვიძლია და უნდა შევარჩიოთ სწორად UPS-ები და უწყვეტი კვების წყაროები. და რა თქმა უნდა, ამის შესახებაც ჩვენ გვაქვს სემინარი, თუ როგორ უნდა შეარჩიო სემინარი, უკაცრავად ვებინარი, თუ როგორ უნდა შეარჩიო უწყვეტი კვების წყაროები და თქვენთვისვე სასურველი იქნება და კარგი იქნება თუ გაეცნობით ამას, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხებს საუბრობთ. მნიშვნელოვან საკითხებს საუბრობს ჩემი კოლეგა, რომელიც განიხილავს UPS-ების შერჩევას და რა მნიშვნელოვანი პარამეტრები არსებობს. მოკლედ დღეს რაზეც უნდა ვისაუბრო უშუალოდ, ხო? ეს საკითხები იყო და ეს მნიშვნელოვანი ამბები იყო. მოდი ახლა მოვისმინოთ თქვენი კითხვები, რა კითხვები გვაქვს. უნდა მოვიწერეთ ჩატში, მოდი გადავხედავ. ერთ-ერთი მაგალითად კითხვა არის, რომ უსაფრთხოების მხრივ ხომ ცუდი ტოპოლოგია არის. მოდი დავკონკრეტდეთ, რას გულისხმობთ უსაფრთხოების მხრივ ხო ცუდი ტოპოლოგია არის, უსაფრთხოების მხარეს რას გულისხმობთ? იმიტომ რომ არც ისე ცუდი ტოპოლოგია არ არის, საბოლოო ჯამში თუ შევაჯერებთ, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ. შენ თუ აიღებ უბრალოდ რაღაც კონკრეტულ მოწყობილობას, ხო? და იმაზე მაგალითად routers და ან firewalls და იმაზე არაფერ rules არ გაწერ და არაფერს ისეც არ იზავ, რა თქმა უნდა, ის firewall-ი გინდ გქონია, გინდა. გასაგები. ხო, რა თქმა უნდა, STP და RSTP-ს ვებინარი როდის იქნება, ამაზე ზუსტ პასუხს ამ კონკრეტული მომენტისთვის ვერ გაგცემთ. თუმცა რავი, ამ თაობას ამ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლია შეგვეხმიანო. და რა თქმა უნდა, თუ თქვენი მოთხოვნა იქნება და თქვენთვის სასურველი იქნება მსგავსი საკითხების და არა მარტო STP-ს და RSTP-ს, ხო, თუნდაც მაგალითად OSPF-ის ან ხო, რომელიმე კონკრეტული პროტოკოლის განხილვა როგორ მუშაობს, მაგალითად, შეგვიძლია განვიხილოთ რაღაც პატარა ტოპოლოგიები, კონფიგურაციის, ანუ უფრო ვიცეთ არა ვებინარის ფორმატი, არამედ უფრო სემინარის ფორმატი ვიცეთ, ამის ეს რაღაც საშუალება შეიძლება რომ გქონდეს. ამას რა თქმა უნდა მოვიქით.
და რა თქმა უნდა კონფიგურაციასაც გაჩვენებთ. და ამ შემთხვევაში კონფიგურაციას გაჩვენებთ მიკროტიკის რაუტერებზე, თუმცა რადგან რაღაც ბაზარზე არის მარტო რაღაც მიკროტიკის რაუტერი და ასე შემდეგ შეგვიძლია რაღაც პატარა პარალელები გავალოთ სხვადასხვა მოწყობილობებთან, იქ როგორ ხდება, აქ როგორ ხდება და ასე შემდეგ. აა კი ბატონო, ერთი წუთით აა მივალ ყველას შევეცდები რომ გიპასუხოთ. აა რომელი ტოპოლოგიას სჯობს firewall-ი, routeri, switch-ი თუ routeri, firewall-ი, switch-ი. აა რაც შეეხება ნახე სტრუქტურას რა რომელი ტოპოლოგია ჯობია firewall-ი, routeri, switch-ი თუ routeri, firewall-ი და switch-ი. გააჩნია იქ და ბევრ რაღაცას გააჩნია. როგორც წესი, ესე რომ ვთქვათ, ჩვენ ქსელში იყენებენ ხოლმე აი ესეთ სტრუქტურას. ოი. შით საბა, აი ნახე კარგად ჩანს. გვაქვს distribution დონე, გვაქვს რაუტერები და გვაქვს ცალკე firewall-ები და სტრუქტურა არის ესეთი. firewall-ებს აქვს საერთოდ სხვა ფუნქციონალი, ამათი მთავარი ფუნქციონალი არის, რომ ესე რომ ვთქვათ, ნატი გააკეთონ ქსელში გავუცნო რაღაც კონკრეტული მოწყობილობები, URL ფილტრაცია გააკეთონ, intrusion detection-ი მოახდინონ და ასე შემდეგ. ანუ ქსელის უსაფრთხოება უზრუნველყვან, ხოლო რაუტერების სეგმენტს ეძახიან ხოლმე, რომ დაიყენებენ როგორც VPN gateway-ებად, ხო, ამ შემთხვევაში. და ამაზე აწყობენ უშუალოდ VPN-ებს. ანუ VPN-ებს ვსაუბრობ არა client server VPN-ს, ხო, მაგალითად, არამედ ვსაუბრობ site to site VPN-ს, მაგალითად VoIP IP-სეკი ან ამებს გავს. ხოლო კლient სერვერული VPN-ი, ხო, მაგალითად AnyConnect-ი, ხო, რომელიც Cisco-ს აქვს, მაგალითად Global Protect-ი, ხო, ესენი უკვე firewall-ებზე იწყება. რაც შეეხება იმას, რომ რომელი ჯობია რაღაც კონკრეტულ მომენტში, ეს გააჩნია რა, ნახე, თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმას, რომ დიდ ორგანიზაციაზე ვსაუბრობთ, ხო? ამ შემთხვევაში და ბევრი სეანსი უნდა გახსნან და ბევრი რაღაც კონკრეტული ნატრულები თუნდაც ან სესიები უნდა გაიხსნას, ამ შემთხვევაში სასურველია რომ ჯერ firewall-ი გქონდეს, მერე რაუტერი, იმიტომ რომ firewall-მა გააკეთოს აი სესიების გახსნა რა და არ მოხდეს რაღაცა კონფლიქტი ძალიან ისე უხეშად რომ ახსნათ რა. რა განსხვავება core და distribution დონის მოწყობილობებს შორის არის ესეთი კითხვა. მთავარი სხვაობა აქ არის ესეთი. მოდი ჩვენ ერთ სლაიდს დავუბრუნდეთ, სადაც სრული სტრუქტურა გვჭირდება. distribution დონის მთავარი ფუნქცია არის რა? distribution დონის მთავარი ფუნქცია არის, რომ ჩვენ გავაკეთოთ inter-VLAN routing. ანუ distribution-ი დონე ემსახურება ჩემ შიდა სეგმენტს. ანუ ჩემ ქსელს ემსახურება, LAN-ს ემსახურება. შესაბამისად, აქ გამოყოფს VLAN-ებს, გამოყოფს გააკეთებს inter-VLAN routing-ებს, რომელ VLAN-ს რომელ VLAN-თან უნდა კონდეს კავშირი. აი, ამ ყველაფერს აკეთებს ეს. რაც შეეხება უკვე core დონეს, ხო? core დონის ფუნქცია ეგ არ არის, რომ შიდა ესე რომ ვთქვათ, შინაგან საქმეთა მინისტრი არ არის რა. ეს საგარეო core დონე არის საგარეო საქმეთა მინისტრი რა. ანუ გარეთ როგორ უნდა გქონდეს კომუნიკაცია, ვისთან უნდა გქონდეს, რომელ გვერდზე, რომელ VPN-ზე, რა სერვისთან უნდა გქონდეს. მაგას განსხვავებს უკვე ეგრეთ წოდებული core დონე. და მივხვდით რაც ამბობ. კი ბატონო, კითხვები თუ არის კიდევ? ასე. დიდი მადლობა. ვირტუალური რაუტერის კონფიგურაციაზე რო გვესაუბრა, სამწუხაროდ ეხლა ფიზიკურად დრო არ გვექნება ამისთვის, ხო? იმიტომ რომ მარტო კონფიგურაცია არ არის, ხო? მნიშვნელოვანია თვითონ ჯერ ზოგადად გავიგოთ ეს ვირტუალური, ანუ VRF-ის ვირტუალური gateway. მოდი gateway დავარქვით რა. როგორ მუშაობს, ხო? თავის ტაიმერები აქვს, თავის კონფიგურაციის მეთოდები აქვს და ასე შემდეგ. ამიტომ ესე მოვიქცეთ თქო რა.
ну, თქვენი სურვილი იქნება და რა თქმა უნდა, ეს უკვე მენეჯმენტთან ერთად უნდა გავიარო აუცილებლად, ხო? თუ თქვენი დიდი სურვილი იქნება, ჩვენ შეგვიძლია უშუალოდ ჩავნიშნოთ რაღაცა კონკრეტული პროტოკოლის ან რაღაცა კონკრეტული თემაზე ტრეინინგი, სადაც ზუსტად ან ტრეინინგის და არ დავარ, უფრო სემინარი თან დამისხავს დავარქვან, შეიძლება იცეთი სახე კონდეს, შეიძლება როგორც რავი, ადგილზე მოსვით ან მსგავსი ეს მოქრებადია და იქ განვარტოთ უშუალოდ რაღაცა კონკრეტული კონფიგურაცია, რაღაცა კონკრეტული პროტოკოლების მუშაობის პრინციპი და ასე შემდეგ. კი ბატონო, რავი, ამაზე შეგვიძლია რა, შეიძლება რომ მეილზეც მოვიწეროთ თუ თქვენი სურვილი იქნება. ოკეი, მოწყობილობა საჭირო. ანუ one-ის ხო, დაახლოებით ეგრეც კი, ანუ one-ს განაგებს core layer-ი, ხო, distribution-ი layer. დაახლოებით კი ბატონო, ეგრე. ანუ ცალკე მოწყობილობაა საჭირო, ვერ მივხვდი, რას გულისხმობთ ცალკე მოწყობილობაა საჭირო. თუ შეგიძლია რომ კარლო კითხვა რომ დამიწუსტო რას გულისხმობ იმაში რომ ცალკე მოწყობილობა საჭირო ვერ მივაქვი. თუ გულისხმობ იმას რომ ვირტუალური როუტერისთვის ცალკე მოწყობილობა არის საჭირო, არა. სამისთვის ცალკე მოწყობილობა არ არის საჭირო. უბრალოდ ორ distribution switch-ს იღებ და ესენი უნდა იყვნენ აუცილებლად ერთმანეთთან დაკავშირებულები, ხო, რაღაც კონკრეტული ლოგიკით და ამ ორ ვირტუალურ ამ ორ distribution დონის switch-ზე ან ამ ორ layer 3 დონის მოწყობილობაზე აწყობ ვერ არის. არაფერი ცალკე რაღაც მოწყობილობა არ არის საჭირო. აი აქ რა ხო ნახაზე რომ თუ გულისხმობ ხო აქ უბრალოდ მეტი თვალსაჩინოებისთვის ჩავსვი ეს თუ უბრალოდ თან მეტი არა ასენს იაში ვარ ჩავანაცვლოთ ნახე როგორ რაღაცას როგორ რაღაცას ვამბობ რა next generation firewalls გულისხმობ ხო ცალ მანდ არის ესეთი რაღაცა რა. ეს ყველაფერი დამოკიდებული არის, როგორც გითხარით რა, რაღაც შაბლონია ეს რა, ან შაბლონი ცუდად დავარქვი რა. რაღაცა უბრალო მონახაზი არის ესე რომ ვთქვათ, რის საშუალებით და რა სტრუქტურის მიხედვით და ჩვენ შეიძლება ქსელი დაგეგმო და აწყო რა. თორე შენ რომელ დონეზე რა მოწყობილობას გამოიყენებ, ეს რა თქმა უნდა მე კომპანიაზე არის დამოკიდებული. კომპანიის მოთხოვნებზეა დამოკიდებული. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური საკითხიც. რამდენად ფინანსური ხო, რაღაც შეიძლება ნაკლები იაფი იყოს, რაღაც შეიძლება ძვირი იყოს, რაღაც კონკრეტული საკითხის დაგეგმა. ხო, ამიტომ აი ყველაფერი ცოტათი ისეთი არის ხოლმე რა. ბევრ რაღაცაზე არის დამოკიდებული და არა ერთ კონკრეტულ საკითხზე. ხო, მიკროტიკის როუტერი ფაქტიურად all-in-one გამოდის, firewall-იც აქვს და firewall-იც აქვს და VLAN-ებიც. კი ბატონო, ყველა როუტერს არ მარტო მიკროტიკის როუტერს, როგორც წესი, უკვე თქვენს რა როუტერიც არის, ხო? ყველა როუტერს შეუძლია ეგრეთ წოდებული access list-ების შექმნა. access list-ებში იგულისხმება ის, რომ აი თუ თქვენთვის ცნობილია OSI მოდელი, ხო? OSI მოდელის აი მეოთხე დონიდან დაბლა ყოფრმოთ, ხო? მეოთხე დონე და აი პორტების მიხედვით და IP მისამართების მიხედვით. კი ბატონო, ფილტრაცია შეუძლია. თუმცა მიკროტიკის როუტერზე და ზოგადად როუტერზე ბევრი რაღაც გაკეთება ვერ ხერხდება, მაგალითად URL ფილტრაცია. კი, მიკროტიკს აქვს უდაუწერია რომ აპლიკაციების ფილტრაცია, მიკროტიკს აქვს ეგრეთ წოდებული layer 7 დონის ფილტრაცია, ხო? თუმცა ეს იმხელა რესურსს მოითხოვს რა და ისეთი მოწყობილობაში უნდა აიღო ამ შემთხვევაში, ხო? რომ საკმარისი არ მგონია რომ იყოს შენი მიკროტიკის ფაილი. ამიტომ არის ცალკე საჭირო რომ ისე რომ ვთქვათ, გაიგო რა ცალკე რკინა ესე რომ რასაც ეძახიან, ხო, მოწყობილობა, რომელიც firewall-ის ფუნქციონალს გააკეთებს. და ხო, ზოგადად მე რომ მკითხო, რა, firewall-ს თავის კონკრეტული ფუნქციები აქვს, router-ს თავის კონკრეტული ფუნქციები აქვს და ყველამ თავის ფუნქციებს შეასრულებს, ხო? აი, მარტივად რო ვთქვათ, მეტურემ პური უნდა გამოართოს და მეწაღემ წაღები. კი ბატონო.
ჩანაწერის ნახვა შეგეძლებათ, რამდენიმე დღეში დაიდება ეს ჩანაწერი YouTube-ზეც, YouTube ჩანალზეც და რა თქმა უნდა შეგეძლებათ. ამ სლაიდზე როუტერ VRRP არ არის და რა არის პრაქტიკული თუ რაიმე სხვა მიზეზია. ვერ მივხვდი კითხვას, VRRP-ზე ვისაუბრეთ ცოტა ხნის წინ, ხო? როცა layer 3-ის შევეხეთ, layer 3 დონის შევეხეთ, რომ gateway-ს გვჭირდება. მეგობრებო, მოკლედ როგორც ხედავ, საკმაოდ ბევრი კითხვა და უბრალოდ როგორც გითხარით, ცოტათი დროის შეზღუდულები ვართ, თუმცა აი ამ კითხვებს ახლა ყველას მოვინიშნავ, აუცილებლად მე თქვენი საკონტაქტო მეილი გვაქვს და მე რა თქმა უნდა პასუხებს დაგიბრუნეთ ამ კითხვებზე და გავაგრძელოთ, რაც შეგვიძლია გავაგრძელოთ კომუნიკაცია და ცოტა ესეთი. რაც შეეხება ახლა მოდით გადავიდეთ ჩვენს გათამაშებას. როგორი სტრუქტურა იქნება გათამაშებას და რა იქნება გათამაშება. პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ თამაშდება მიკროტიკის supply routeri, ერთ-ერთი ესე ვთქვათ, SOHO ტიპის routeri არის. თუმცა ვისაც აინტერესებს და განხილვა უნდა და სჭირდება ეს მიკროტიკის ფუნქციონალში გახდეს, სულად საკმარისი იქნება. გათამაშების პრინციპი არის უკვე შემდეგი. სტრუქტურა გვექნება ესეთი. დავსვავ კითხვას, ეს კითხვა გამოჩნდება აუცილებლად ეკრანზეც. ვინც პირველი მიპასუხებს და სწორად დაწერს სწორ პასუხს ჩატში, რა თქმა უნდა, ის იქნება გამარჯვებული. მოდით ნახოთ, რაში მდგომარეობს კითხვა. რომელი პროტოკოლის ვიყენებთ layer 2 დონეზე ქსელის ჩატს დავამთავრებინეს კითხვა უკვე რამდენიმე სწორი პასუხი მოიწერეს და მოდი ვნახოთ პირველი ვინ იყო. პირველი სწორი პასუხი, რასაც მე ვხედავ, მოიწერა გიორგი შამაიანი, სწორად ვამბობ, ხო, იმედი. მოკლედ გიორგი, შენ ხარ ამ გათამაშების ესე ვთქვათ, გამარჯვებული. და როგორ შეგიძლია მიიღო ეს პრიზი. უნდა მოხვიდე ჩვენთან ინტელკომის ოფისში, გიორგი ტეროვერკოს ქუჩაზე და რა თქმა უნდა, იქ შევძლებთ რომ გადმოგცეთ ჩვენი ასე ვთქვათ, შენი დამსახურებული საჩუქარი. ძალიან დიდი მადლობა. ყველას, აბსოლუტურად ყველას. ზოგიერთებს უბრალოდ ოდნავ სისწრაფე დაგვაქვს. გიორგი ყველაზე სწრაფი აღმოჩნდა ამ შემთხვევაში. მეგობრებო, მოკლედ ესე მოვიქცეთ, რომ ბევრი აღარ გაგვერძელოს და თქვენც არ დაგყალოთ. ესე მოვიქცეთ, რომ ამ კითხვებს, რაც თქვენ მოიწერეთ, თუ კიდევ ვინმეს რაიმე კითხვა აქვს, მოიწეროს ჩატში, არ არის პრობლემა. შეგიძლიათ უშუალოდ ჩვენ დაგვიკავშირდეთ. და რა თქმა უნდა, იმ სემინარებზეც, რაც გითხარით, უნდა შეთანხმდეს და შევათანხმო მე ჩემ პროფესორებთან და რა თქმა უნდა, მსგავს სიახლეებით დაგიბრუნდებით და ჩვენ რავი, ამით არ ვჩერდებით, გვეგმოვყიდეთ სხვადასხვა ვებინარებს, აქტიურად ვიწყებთ ვებინარები აქტიურად ჩავატაროთ და სასიამოვნო იქნება თუ გაგვესწრებით და რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც კარგი იქნება თუ ჩვენ ცოდნას გაგიზიარებთ. მოკლედ, დიდი მადლობა ყველას შემოსვლისთვის, დაგემშვიდობებით, დროებით და წარმატებულ დღეს გისურვებთ. კარგად, ცოტა ხანი დაველოდები, სანამ ყველა დაგვტოვებს და შემდეგ შეგვიძლია დიდი მადლობა.